ადამიანს შიმშილი აღვიძებს და წყურვილი აღვიძებს. რატომ მომყავს ახლა ძილთან მიმართებაში? იმიტომ რომ ძილი ის კონდიციაა, როდესაც ორგანიზმი ისვენებს, ხო? გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძილის პროცესი. აი ეს დასვენება და ენერგიის აღდგენის პროცესი სწორედ ძილს უკავშირდება და ეს ადამიანები, ვინც ძილს უდიერად ეპყრობიან და აგდებულად უყურებენ, მათ ჯანმრთელობის პრობლემები ეწყებათ და შეიძლება სხვა რამეებს დააკავშირონ გონებით. მაგრამ სინამდვილეში იქ სადაც ძილი არ არის სტაბილური და ძილის ჰიგიენა ესეთი ცნება არსებობს. სადაც ძილის ჰიგიენა არ არის სათანადო, იქ ჯანმრთელობის პრობლემები იჩენს თავს. ჩვენ ძილის მოთხოვნილება გვაქვს. მით უმეტეს დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ეს მოთხოვნილება არის უგულებელყოფილი. გეშტალტ თერაპიაში აი ამ მოთხოვნილების იგნორირებას ეწოდება დეფლექსია, deflection. ეს არის, როდესაც ესე იგი ადამიანი თვალს ხუჭავს. თუ ორგანიზმი არ მოდის შეხებაში, ანუ კონტაქტში მის მოთხოვნილებასთან, მაშინ ორგანიზმი ვერ გადარჩება, ის გარდაიცვლება. კვდება უბრალოდ.